ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა ნინო შარაშენიძისა და ოთარ ტატიშვილის თეთრი ორშაბათი. მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მინდა გითხრათ, რომ დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. როგორც ყველა იცის, არსებობს დაავადებები, რომელიც წელიწადის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვანაირად პრევალირებს. ზაფხულში სულ სხვა ინფექციებია, ზამთარში სულ სხვა ინფექციები. ზამთარის ცივ სეზონში, მაშინ როდესაც ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ხდება სიცივიდან სითბოში, სითბოდან სიცივეში გადასვლის მომენტში, მაშინ როდესაც ადამიანები ძირითადად ერთ დახულურ სივრცეში იკრიბებიან, ძალიან ხშირია სეზონური გრიპის შემთხვევები, ისევე როგორც გასულ წელს და სხვა წლებში, წელსაც ძალიან პრევალირებს და დიდბევრი შემთხვევა გვაქვს გრიპის ვირუსის, ეგრეთ წოდებული H1N1 ღორის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, არც თუ ისე მარტივი, რომელიც მთელ რიგ შემთხვევებში საკმაოდ სერიოზულად მიმდინარეობს და განსაკუთრებულად მოწყვლადი და განსაკუთრებულად ავადობენ პაციენტები ძალიან პატარა ასაკში, მოხუცები და ის ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ახასიათებთ. საერთოდ გრიპის ვირუსი და ნებისმიერი ვირუსი ძალიან მარტივად ვრცელდება და ალბათ ყველა თქვენ განსახსოვს COVID-დან მოყოლებული რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჰიგიენას, როდესაც ხელის ჩამორთმევით, გადაკოცნით, ერთი და იგივე მაგიდაზე შეხებით, კარების სახელურზე შეხებით და ასე შემდეგ, გრიპის ვირუსი და ნებისმიერი ვირუსი ძალიან მარტივად გადადის. თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ეს ვირუსი არ გავრცელდეს და სწორედ ეს მომენტი, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, გაცილებით უფრო მარტივად სამართავია, ვიდრე თავად ავადობა, ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი სტუმარია ორი არაჩვეულებრივი სტუმარი, მაგრამ დავიწყებ ექიმით. სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ევროპის ოტორინოლარინგოლოგიისა და თავ-კისერის ქირურგიის ასოციაციის დამხმარებული წევრი, ქალბატონი ხატუნა ჩიტაძე და საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი, ჩვენი საყვარელი ჟანა ვახლაკელიძე. ჩვენ მივეჩვიეთ ძალიან კარგი. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ დღეს საინტერესო თემაზე სასაუბროთ ჩვენთან მოხვედით. ჟანას მოსვლა ჩვენთან ყოველთვის გარკვეულ სიახლეებს უკავშირდება და ამ კარგი ამბებისთვის დღის ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილს შემოვინახავ და რაც შეეხება ქალბატონ ხათუნას, პირველ რიგში გიხდით მადლობას მობრძანებისთვის და თქვენგან დავიწყებ შეკითხვას თუ შეიძლება. კვლავ აქტიური სეზონია, როგორც ვისაუბრეთ, რესპირატორული ინფექციებით, ზოგადად რა იწვევს ამ რესპირატორულ ინფექციებს და რატომ აქტიურდება ის მაინდა-მაინც ზამთრის სეზონში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენს გარშემო მთელი წლის განმავლობაში ცირკულირებენ სხვადასხვა სახის ვირუსები, ბაქტერიები, ალერგენები, თუმცა გეთანხმებით სიცივის დადგომასთან ერთად დასნებოვნების ინტენსივობა მატულობს. ეს პერიოდი მოიცავს სადღაც ნოემბრის ბოლო პერიოდს, მარტის შუა რიცხვებამდე პერიოდს, როდესაც ვირუსული ინფექციები ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში. ამისთვის აუცილებელია, რა თქმა უნდა, წინ და წინ მოხდეს შესაბამისად აცრა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ოქტომბრიდან მოყოლებული და დავიცვათ ამ. ანუ არა იმ პერიოდში, სანამ დადგება გრიპის ეპიდემია პიკს მიაღწევს, ხო? მანამდე უნდა მოვემზადოთ. ეხლა ძალიან ბევრი მეკითხება, რომ შენიშნეს უკაცრავად შეგაწყვეტინა ადამიანების ის კატეგორია, რომელსაც თავის დროზე არ ჩაიტარეს ვაქცინაცია და ეხლა როცა ნახეს, რომ მათ გარშემო ბევრი ავადობს, გადაწყვიტეს ეს ავადობის პერიოდში ვაქცინაცია და სამწუხაროდ ამ დროს უკვე დაგვიანებულია, იმიტომ სანამ იმუნური სისტემა გაძლიერდება, ამასობაში გაზაფხული, თბილი გაზაფხული გვიდგება და ვირუსული დასნებოვნების რისკიც რა თქმა უნდა კლებულობს. დიახ. ძალიან ბევრი ვირუსია გავრცელებული, სტატისტიკურად მაინც პირველ ადგილზე გრიპის ვირუსებია, განსაკუთრებით A და B ტიპის ვირუსი, მაგრამ ამ პერიოდისთვის ძალიან მაღალი ალბათობით ვლინდება A ტიპის ვირუსი, იგივე H1N1 ვირუსი, იგივე გრიპის, ღორის ვირუსი უკაცრავად და ყველა ვირუსის სიმპტომატიკით გამოვლენის თვალსაზრისით მსგავსია, თუმცა გამოირჩევიან აგრესიულობით ეს ვირუსები და ეს H1N1 ვირუსი სწორედ ძალიან აგრესიული ვირუსია. აგრესიულობაში რას გულისხმობა? ახლა გართულებების რისკი მაღალია. მაღალია რისკი იმის, რომ ოტიტი განვითარდეს, მაღალია რისკი იმის, რომ
მწვავე ტონზილიტი, ეგრეთ წოდებული ანგინა, პარატონზილარული აბცესი, სინუსიტები ჩამოყალიბდეს და ძალიან ბევრია მომართვიანობა ამ ვირუსის შემდგომი გართულებებით ჩემს პრაქტიკაში, ნოოტორინოლარინგოლოგიური სპეციალობით. აი, როგორც წესი, ადამიანების უდიდესი ნაწილი თვითონ ავადობის პერიოდში ცდილობს, რომ გარკვეულ სიმპტომებს თვითნებურად გაუმკლავდეს. იწყებენ სახში სხვადასხვა ხალხური მედიცინის გამოყენებით, ადგილობრივად რაღაც გამოფართოებლების, ცხვირის წვეთების გამოყენება, ზოგჯერ იღებენ ანტიჰისტამინებსაც. რამდენად გამართლებულია ეს ქმედება და რამდენად შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში ამ ვირუსის სახლის პირობებში მართვა? სახლის პირობებში მართვა საწყის ეტაპზე აუცილებელია და განსაკუთრებით უნდა იყოს მოსახლეობა ინფორმირებული, იმიტომ სწორი მართვა ძალიან ბევრ გართულებას აგვარიდებს თავიდან. სწორ მართვაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატებს და არა ანტიბიოტიკებს, რომ გაიქცევიან და თვითნებურად შეიძენენ ანტიბიოტიკს, არავითარ შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით. მაგრამ მანამდე აუცილებელია, რა გვაქვს ახლა ხომ, ცხვირხახა ინტერესდება ვირუსული ინფექციების შემთხვევაში, ეს არის პირველი ბარიერი და სიმპტომატიკაც აქედან გამომდინარე ვლინდება, ხომ? ანუ ეს არის ცხვირიდან უხვი გამონადენი, ცხვირის სუნთქვის გაძლიერება პირიქით, ეს არის ყელის ტკივილი, დისკომფორტი, ყლავრის გაძლიერება, ტემპერატურული რეაქცია და პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, როგორ მართოს ეს სიმპტომატიკა. ანუ პირველი მართავთ ტემპერატურას. განსაკუთრებით ეს აუცილებელია პატარა ასაკის ბავშვებში, იმიტომ მაღალ ტემპერატურას შესაბამისად მთელი რიგი სერიოზული გართულება შეიძლება მოხდეს. ამიტომ პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის იბუპროფენის ფორმულის გამოყენება. ერთია პრეპარატი გამოვიყენოთ, მაგრამ განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვებთან არის პრობლემა, უნდა იყოს სწორად არომატიზირებული წამალი. იმიტომ აი ჩემთან რომ მოდიან პაწუკები, მარწყვის არომატით მინიშნავ წამალს, იმიტომ მოსწონთ ეს არომატი. და არა ფორთოხლის, რომელიც უფრო მჟავე არ, ამიტომ იბუპროფენის ფორმულა მარწყვის არომატით, აი ხშირად ვიყენებ ხოლმე, რა ქვია, პერუფენს ხომ, არაჩვეულებრივად მოქმედებს. ტემპერატურას მართავთ, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე და პარალელურად გჭირდება აუცილებლად ცხვირის რინორიის მოხსნის საშუალება. ერთი რომ დისკომფორტს სიცხეზე მეტად შემთხვევათა მაღალ პროცენტში სწორედ ეს ცხვირის გაჭედილობა მე მაგალითად უკონტაქტო ხდები ცხვირის გაჭედილებას. რა თქმა უნდა, თავის ტკივილი ეს შემაწუხებელი მდგომარეობა, თავის დახრა გიჭირს, სუნთქვა გიჭირს, ძილის რეჟიმი გერღვევა. რიგში სუნთქვა გიჭირს და შეგრძნება გაქცევს, რა თქმა უნდა. 99% პირველად, რასაც უჩივის, ეს არის აი ცხვირის სუნთქვის გაძნელება და ნებისმიერ საშუალებას მოსინჯავს ოღონდ მოხსნას ეს. ცხვირის სუნთქვის გაძნელების მოხსნასთან ერთად ცხვირის სწორი დამატენიანებელი თუ გამხსნელი ვაზოკონსტრიქტორის გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით. რატომ ახლა ცხვირხახა თუ არ არის პრობლემური, შესაბამისად არასოდეს არ გართულდება ეს ოტიტი, ტყურის ანთება არ წამოვა. ამიტომ თუ მოსახლეობა ინფორმირებული იქნება, რომ საწყის ეტაპზევე მოხდეს როგორც ცხვირის დამატენიანებლის გამოყენება, ასევე ვაზოკონსტრიქტორის გამოყენება ქსილომარინის სახით მაგალითად არაჩვეულებრივი შედეგი იქნება, მოეხსნება ცხვირის სუნთქვა დასტაბილურდება, გამონადენი შემცირდება მაქსიმალურად და პლუს მილები, რომლებიც ცხვირის და ყურს ერთმანეთთან აკავშირებს, იქნება გახსნილი, ეგრეთ წოდებული ევსტახის მილები. ამიტომ ოტიტი გართულების რისკი მაქსიმალურად შემცირდება. ეს არის აუცილებლად გასათვალისწინებელი პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე. თუ მოგვიანებით ეტაპზე ჩვენ დავიწყებთ ამ პირველ საწყისი პოზიციების გამოყენებას, რა თქმა უნდა, შედეგი არ გვექნება და გართულებაც უფრო მაღალი ალბათობით გამოვლინდება. ამიტომ საწყისივე ეტაპზე სიმპტომატიკის გამოვლენისთანავე სასურველია, რომ გამოვიყენოთ ეს საშუალებები. ასევე ყელის ტკივილი. გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც ღორის ვირუსს ახასიათებს. საშინელი ტკივილი, საშინელი ყლავრის გაძნელება, ისეთი შეშუპება ყელში, რომ ზოგჯერ სუნთქვის უკმარისობის შეგრძნებაც მოდის. რა გვჭირდება ამ დროს? აუცილებელია ადგილობრივი ანთებისაწინააღმდეგო ტკივილგამოყუჩებელი საშუალების გამოყენება. პირველი უნდა მოხდეს ტკივილის კუპირება. რა თქმა უნდა. ამას იბუპროფენიც არაჩვეულებრივად აკეთებს, მაგრამ ადგილობრივად საწუწნიაბები ყველაზე ეფექტურია. მიტანილი ადგილობრივად მალევე მიტანილი. ადგილობრივად და საწუწნიაბების სპრეისგან განსხვავებით ადგილობრივად უფრო ხანგრძლივად მოქმედებს.
მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ წესი, რა სახით, როგორ გამოიყენოს, რა წამალი გამოიყენოს. ანუ ჩვენ გვინდა ტკივილგამაყუჩებელი ანთებისაწინააღმდეგო ეფექტი. არჩევანი ძალიან ბევრია. გვინდა უშუალოდ აი მორი თვისების მატარებელი საწუწნი ტაბლეტის გამოყენება. ასეთი არის ბენზილორი, რომელიც არაჩვეულებრივად ტკივილსაც აყუჩებს, ანთებისაწინააღმდეგო ეფექტი აქვს, მაგრამ აუცილებელია 3 საათში ერთხელ ამ ტაბლეტის გამოყენება. მყავს პაციენტები ამბობენ, ჩავწუწნე, არ მიშველა, ჯიბეში მინდებს, მაინც არ მშველის. ერთი ჩაწუწნი წამალი ვერ მოგიგვარებთ პრობლემას. ამიტომ თუ პირველი 3 დღის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ ასევე საწყის სიმპტომების გამოვლენისთანავე 3 საათზე ერთხელ ტაბლეტის გამოყენებას, ეფექტი სახეზე გვაქვს და ეს თავის მხრივ აგვარიდებს თავიდან ტონზილიტი და პარატონზილარული აბსცესით გართულებების შესაძლებლობას. ოჰო, სერიოზული ცხადია. ძალიან, იმიტომ განსაკუთრებით ვისაც ქრონიკული ტონზილიტის პრობლემა აქვს, მისი სუსტი წერტილია, სასის ტონზილი, ეგრეთ წოდებული გლანდები, როგორც მოსახლეობაშია ცნობილი და საკმაოდ ხშირად რთულდება მერე ჩირქოვანი ანგინით და თუ დროულად არ მიხედავენ პარატონზილარული აბსცესითაც. ამიტომ აი ეს ტაბლეტი ძალიან ეფექტურია საწყის ეტაპზე. კომბინაციაში შეიძლება მთელ რიგ მედიკამენტებთან ერთად, მაგრამ აი ესე ურეცეპტოდ თვითნებურად ეს ტაბლეტის გამოყენებაც შეიძლება, ხო? ჩვენ ამას დიახ, თორე ძირითადი თერაპიას მაინც პარალელურად ამისა ამ ტაბლეტებთან ერთად თუ რა სახის თერაპია ჭირდება პაციენტს, ეს იქნება ანტიბაქტერიული თერაპია, ანტიჰისტამინები თუ ასე შემდეგ, იგივე იბუპროფენი, რასაც თქვენ ბრძანებთ, მისი ჭარბი გამოყენება, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული და უამრავი და სხვა პრობლემის შემქმნელი შეიძლება იყოს, ამიტომ რაც მალე მოხვდება პაციენტი ექიმთან და რაც მალე ჩაერევა მისი ჯანმრთელობის მართვაში, ამას საკითხზე მე მგონი შეჯერდა მსოფლიო, რომ ჯობია გიხემძღვანელოს ექიმმა სპეციალისტმა. აი ხლა ტენდენცია წამოვიდა მოსახლეობაში მცენარეული დამინიშნე, გონია რომ ის უსაფრთხო, აუცილებლად მცენარეული დამინიშნე და სულ ვიცინე ხოლმე ასეთი კატეგორიის პაციენტთა, რომ იცით რა, ყაყაყჩოც მცენარეა, მაგრამ ნარკოტიკი შემადგენელი კომპონენტია და ასე ნუ მიუდგებით მაინც და მაინც აუცილებლად მცენარეული და ეფექტური იყოს. ამიტომ მე პირადად აუცილებლად კლასიკურ მედიცინას მივესალმები, უნდა ვიცოდეთ შემადგენლობა, დოზირება სწორი, ზუსტი, რომ არ მოხდეს მთელი რიგი გართულებები, თავიდან ავიცილოთ ყველაფერი. საერთოდ რახან სურდოზებს საუბრობთ, ვინაიდან ჩვენი გადაცემა უფრო შემეცნებითია და მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლების დონეს ემსახურება, მინდა გითხრათ, რომ ტკივილი, ცხვირის გაჭედილობა და ყურის ტკივილი ძალიან ხშირად სრულ კორელაციაშია ერთმანეთში, როგორც ქალბატონმა ნამახსენა მილი, რომელიც აკავშირებს ცხვირხახას და ყურს ერთმანეთთან, ეს არის ერთი სავალი, რომელშიც ხდება ჩვენი ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვადასხვა სეკრეტის დრენირება და როდესაც ეს მილი თავისი ანთების გამო, შიგნით მოცირკულირე სითხის გაბლანტების გამო ხდება მისი დახშობა, ირღვევა ეს დრენირების პროცესი, რაც იწვევს მარტივად რო ახსნათ წნევის მომატებად იგივე ყურში, რაც ხდება ყურის ძლიერი ტკივილის, ამიტომ ერთჯერადაც და ადგილობრივად ყურის წვეთების გამოყენება თუ კი ცხვირის სავალი გახსნილი არ არის, რა თქმა უნდა შედეგს არ იძლევა და სწორედ ამ ქარის ექიმის ჩართულობაც აუცილებელი, რომელმაც უნდა შეაფასოს, რომ თქვენ გშველით მხოლოდ ის ყურის წვეთები და ცხვირის წვეთები თუ პარალელურად ამისა გვჭირდება სხვა მედიკამენტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს გაჯანმრთელებას. ეს არაჩვეულებრივია, მე როგორც ვიცი და მე ძალიან ბევრჯერ გამომიყენებია ეს თქვენი ტაბლეტები, რომელზედაც თქვენ ახლა ახსენეთ, ადგილობრივი მოხმარების, რაც მთავარია, უსაფრთხოა, გაიცემა ურეცეპტოდ, შესაძლებელია მისი გამოყენება ადამიანების მიერ თვითონ როგორც პირველადი დახმარება, მარტივად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს მედიკამენტები შემდგომში ძირითადი დანიშნულების კომპონენტიც გახდეს, მაგრამ პირველ ექიმთან ვიზიტამდე შესაძლებელია ამ წავლების ძალიან წარმატებით გამოყენება. აი, ერთია როცა გაჭედილობაა და მეორეა, როდესაც აი მძიმე ვირუსების შემდეგ ჩნდება ცხვირის ხახის სიმშრალე, ხო? იგივე ქირურგიული ჩარევების შემდეგაც თქვენზე უკეთესად ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, რამდენად ხშირია ხოლმე დავუშვათ იგივე ტონზილიტის შემდეგ ცხვირხახის სიმშრალე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ქირურგიულ ჩარევამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ანთებითი პროცესი. რატომ არის ეს დატენიანება ასეთი მნიშვნელოვანი?
აუცილებელია დატენიანება, იმიტომ ფიზიოლოგიური მდგომარეობა უნდა აღდგეს ხვირის ლორწოვანის, რომ სწორს უნდა უზრუნველყოს ერთი და მეორე კიდევ სიმშრალე არ გამოიწვიოს, რომელიც არა მარტო პოსტოპერაციულად, იგივე ავადობის შემდეგაც ძალიან მაღალი ინტენსივობით ვლინდება ხოლმე. ამ შემთხვევაში გაციების ფონზე იზრდება ხოლმე ეგრეთ წოდებული ნიჟარები, ხმოსახლეობა პოლიპების სახელწოდებით, ცნობს ყველაფერს პოლიპს ეძახის, მაგრამ ეს არის ნიჟარა. რომლის ფუნქციაც არის სწორედ მცირე რაოდენობით ლორწოს გამომუშავება და დატენიანება. გაციების ფონზე ნიჟარა მატულობს ზომაში, ამ პირიქით მთლიანად არის ატროფირებული ხშირი ავადობის მაჩვენებელი, სადაც მაღალია. და შესაბამისად ლორწო აღარ გამოთავისუფლდება. ჩვენ უნდა მივეხმაროთ დამატენიებელი საშუალებებით, რომ აღვადგინოთ ეს ლორწოვანის ფუნქცია და ნიჟარას თავის ფორმაში ჩავაყენოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშრალე შეიძლება შემდეგ მეტმა გამონადენმა შეცვალოს, რომელიც წინ კი არ მოდის. აი ცხვირიც თქვა, მიჭირს, გამონადენი არ მაქვს, მეკითხებიან ხშირად. გამოიწვიოს სველი წვეთის სინდრომი, რომელიც ყელში ჩანადენის სახით ვლინდება ხოლმე. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს უკვე სხვა პოზიციები, რომლებიც არაჩვეულებრივად მართავენ ამ დამატენიანებელ ეფექტს და საჭიროა ხოლმე მათი გამოყენება. აი მე ვხმარობ ხოლმე მაგალითად ნიამარინი, რა ქვია, ძალიან კარგად ატენიანებს და უზრუნველყოფს აი დამატენიანებელ ეფექტთან ერთად ადგილობრივ იმუნომოდულაციურ ეფექტსაც, იმიტომ მაქსიმალურად ბოჭავს ვირუსებს, მიკრობებს, ალერგენებს, რომელიც განსაკუთრებით შემოდგომა გაზაფხულზე აქტიურდებიან ხოლმე. დღეს 21 საუკუნე ალერგიის საუკუნეთ არის ცნობილი და ვისაც ქონდა ვინც არა და ყველა პრაქტიკულად გავხდით ალერგიულები, უმრავლეს შემთხვევაში ვერც ვადგენთ რა არის გამომწვევი ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ აუცილებელია ამ დამატენიანებელი და გამოსარიცხი საშუალებების გამოყენება. გარდა მაგისა დაზიანებული და გამომშრალი ცხვირხახა ინფექციის ადვილად შეყნოსვის და უფრო ღრმად მაღალ არა დავუშვათ პირველი რიგის ცხვირხახაში, არამედ ხდია კი და ხდება ამ ინფექციის უფრო ღრმად შესრუტვა. ცხვირის ბარიერი ხო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია, სადაც მის ლორწოვანში ინფექციების დიდი ნაწილი შებოჭვა და განადგურება ხდება და აი ამ გაშიშვლებულ ლორწოვანზე, როდესაც შევიყნოსავთ, შესაძლებელია რომ ღრმად შევიდეს ეს ჩვენი ინფექცია და ალბათ ეს არის ხოლმე ხშირად გაიმორიტების და ასე შემდეგ და მიზეზი. გარდა მაგისა, იცით მე სულ ხას უსვამ ხოლმე რომ არსებობს წამლები, რომელიც შეგიძლია თვითნებურად გამოიყენო. რა თქმა უნდა, მარტივი სიმპტომების დროს, რომელიც მარტივად მოგვარდა, თუმცა არსებობს დაავადებების დიდი კატეგორია, რომელიც პირველი კლინიკური სიმპტომების ჩაქრობის შემდეგ შესაძლება რამოდენიმე დღეში, რამოდენიმე კვირაში შენიღბული უკან დაგვიბრუნდეს გარიცილებით მძიმე დაავადებით. იგივეა თუ გნებავთ ეს გაიმორიტი, ფრონტიტი, თქვენ წახან ჩანადენი ახსენეთ ცხვირხახაში და რამდენი პაციენტი შემხვედრია მე პირადად, რომელსაც ჰქონდა ხველის რეფლექსი და ეს ხველის რეფლექსი ხო და ფილტვების რენტგენი, მომისმინე ფილტვებში, აი ეს ჰაერი გამოვიცვალე, ვიყავი აბასთუმანში, მაინც ვახველებ და მარტივი ძალიან ესეთი დამნაშავე იყო ცხვირხახა, საიდანაც ხდებოდა მუდმივი ჩანადენი. რესპირატორული ინფექციებზე როცა ვსაუბრობთ, რესპირატორული ინფექციები მხოლოდ გრიპი ხო არ არის არა? არსებობს, არ შემიძლია რომ არ კითხოთ რახან ბარემ დავიკავეთ თქვენი დრო. აი ნიჟარების დეზინტეგრაცია ისეთი ძალიან ცნობილი ქირურგიული ჩარევა ოტორინოლარინგოლოგიაში. მე მეტყობა ხო დიდი ხნის განმავლობაში ოტორინოლარინგოლოგებთან ერთად რომ ვიმუშაო. არის ძალიან ისეთი ცნობილი ქირურგიული ჩარევა. თუმცა მთელ რიგ შემთხვევებში შედეგი არ მოაქვს ამ ჩარევას. რა დროს მიმართავთ ხოლმე ძირითადად ამ ქირურგიულ ჩარევას? ორგანიზმის ძალიან სერიოზული პრობლემაა ნიჟარების ჰიპერტროფია და 99% შემთხვევაში ეს არის ალერგიულ ფაქტორთან. ჩემს გარშემო უკაცრავად შეგაწყვეტით უამრავ ადამიანს ვიცნობ, მათ შორის ჩემს შვილს, ჩემს დიშვილს, რომლებიც არიან დამოკიდებული აეროზოლზე. და შეიძლება საერთოდ არ დაჭირდეთ, მაგრამ ის ფაქტი წარმოდგენა იმისა, რომ არ აქვთ ხელმისაწვდომ ადგილას, თუ გინდათ ეს ქსილომარინი, თქვენი ქსილომარი. ხო, ეს არის ტრაგედიის ტოლფასი. ახლოს უნდა გქონდეს. კი, უნდა იცოდეს, რომ არის. ეს არის სერიოზული პრობლემა და ამიტომ ამბობ საწყის ეტაპზე ქსილომარინის გამოყენება არაჩვეულებრივ შედეგს გვაძლევს. მაგრამ რა არის ქსილომარინის ფორმულა, რის კონსტრიქტორია.
აი ეს 10 დღეზე მეტი არ შეიძლება ამის გამოყენება. შესაბამისად უწყვეტად ამის გამოყენება არამს თუ შედეგს მოგცემთ, უფრო გაგირთულებს საქმეს, იმიტომ რომ უფრო შეაშუპებს ნიჟარას. ნიჟარების დასარეგულირებული საშუალება ეს არის მომეტაზონის ფურვადი. სულ სხვა ფორმულა, რომელსაც მიჩვევა არ ახასიათებს. და ასეთი არაჩვეულებრივი წამალია რენოქსი. სულ დამცინია შენ რენოქსის გარეშე პაციენტს არ უშვებ, იმიტომ რომ ყოველ მეორეს ნიჟარა აქვს გავდიდებული. ფიზიკურად და იწევს ეს ნიჟარების პატარავებს ზომაში. და უმრავლეს შემთხვევაში, ახლა ქირურგი ვარ, გასაგებია პირიქით ეს ქირურგიული ის, მაგრამ რეზერვი ორგანიზმის ამოუწურავია, რომ მithქვამს, რომ აქ შეიძლება ამბულატორიულმა მკურნალობამ ეფექტი არ მომცეს, ძალიან კარგი ეფექტი დაუდია ამ მომეტაზონის ფურვაც და არაჩვეულებრივად მოქმედებს სხვადასხვა ანტიალერგიულ საშუალებებთან კომბინაციაში, იმიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ნიჟარების ჰიპერტროფია 99%-ში არის ალერგიულ ფონთან ასოცირებული, მაგრამ მინიმუმ 1 თვის განმავლობაში და დოზირება აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით, იმიტომ შეიძლება ბავშვებში მაღალი დოზით გამოვიყენო და პირიქით მოზრდილებში დაბალი დოზითაც საკმარისი იყოს და ეს დოზის მომენტი უნდა აკონტროლოს აუცილებლად ოტორინოლარინგოლოგმა. ორი დანიშნულების პირობებში შეიძლება ყოველგვარ ქირურგიას აუაროთ გვერდი. მაგრამ თუ დაგჭირდა თავისთავად ერთთვიან მკურნალობას თუ გადის პაციენტი და 50%-საც არ მაძლევს შედეგს, მაშინ ვეუბნები სხვა გამოსავალი არ არის, მაშინ ქირურგიულად უნდა დამუშავდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ნიჟარა არის ალერგიული წარმოშობის, ჩვენ კი გავაკეთებ დეზინტეგრაცია, სხვადასხვა მეთოდები არსებობს ამის, მაგრამ ალბათობა იმის, რომ მომავალში კიდევ გაიზრდება, რა თქმა უნდა რჩება, იმიტომ ალერგიული ფონი გრძელდება, ხომ? ჩვენ რომც ავდგეთ და სხვაგან გადავიდეთ საცხოვრებლად, რა გარანტი გვაქვს, რომ იმ ადგილზე უფრო მეტი ალერგენი არ დაგხვდება და უფრო რთული ფორმით არ გამოვლინდება ჰიპერტროფიული რინიტი. ამიტომ სასურველია ჩვენ თანაცხოვრება ვისწავლოთ ალერგიასთან. დიახ, თავისთავად, რა თქმა უნდა. შევეგუოთ ალერგიულ ფონს. და თუ ქირურგიულად მუშავდება მეთოდებზეა უკვე აქცენტი გაკეთებული, რა მეთოდით გაკეთდეს. აი სტატისტიკურად თუ დავაკვირდებით, ლაზერით დამუშავების შემთხვევაში ნიჟარა უფრო კარგად ექვემდებარება პოსტოპერაციულ პერიოდს და ვიდრე სულ მისი მოცილება. მისი მოცილება კატეგორიულად არ შეიძლება, ამიტომ მშრალი ცხვირის სინდრომი რჩება. ხო, თავისთავად, რა თქმა უნდა. ჩვენი პირველი ნაწილის დრო დასასრულს მივახლოვდა და უცებ აი შეჯამების თვალსაზრისით რო ვთქვათ, რომ ესე იგი ხვირის გაჭედილობის და ვირუსის შემთხვევაში ერთჯერადად რატო თვითნებურად აბსოლუტურად დასაშვებია რომ გამოვიყენოთ ის აბები და წვეთები, რომლებიც მოგვეხმარება პირველად ის შეშუპების, პირველად ინფექციის კონტროლის, მოგვიხსნის მძიმე კლინიკურ ჩივილებს და ესწამლებია ქსილომარილი და საწუნწნი აბები ბრძანეთ ბენზილორი. რომელიც სხვათა შორის ყველა საკობრივ ჯგუფია გათვლილი ესწამალი. ბავშვიდან დაწყებული მოხრმამოწებული. აი სიროფი სწორედ ბავშვებისთვის ბენზილორი მხოლოდ ტაბლეტებია, ამიტომ იმას აკიდა როცა შეძლებს ბავშვი იმას ტაბლეტის ჩაწუწნას კი შეუძლია. გასაღეჭია თუ ჩასაწუწნი კამფეტი. ადგილობრივად რომ იმოქმედოს და ჩაწუწნიდან ნახევარი საათი რეკომენდირებულია, არაფერი დავლიოთ, არაფერი მივირთვათ. ძალიან კარგი, ჩვენ სულ რამოდენიმე წუთში ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.